მოხდა ესა, ხო სტალინის არ გავლენდნენ. ესე იგი არ მოვინანია წარსული. იცით რა, მე ერთმა კაი მაგალითი შეიძლება იყოს ერთი გერმანელი მღვდელი მიყვებოდა ამას პასტორი, რომ იცი რა, მე ამ ფაშიზმს ხო ძალიან განიცადა შემდეგმა თაობამ ახალგაზრდამ და ვერ მიჯნებოდი რომ ეს მე არ მეხება. მე მაგაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ არ მეხება და აი გრძნობდიო შინაგანათო სულიერათო ვეღარ ვითარდებოდიო, წინ ვეღარ მივდივოდიო. ეხლა ის ვითარდება ღმერთთან ურთიერთობაში, ქრისტიანი მოდელია და მას სხვა განვითარების გზა აქვს. ხო და გრძნობ რომ რაღაცა დააფრიკო. ვიდრე მე არ ავიღე ჩემს თავზე ის და არ თქვიო რომ მეც ვარ იმის მონაწილე. იმიტომ რომ იმპულს ვჭამდი, მამა ჩემი იყო იქა და არ გამიპროტესტები ამპულს რატომ აჭმევ. რაღაცნაირად მონაწილეობ, ფსიქოლოგიურად მონაწილეობ, სიჩუმით, დუმილით, პატიებით რაღაცით, ხო? აი, როდესაც ჩემს თავზე ავიღე ფაშიზმი და ვთქვი რომ ღმერთო, მე ვარ მაგაში დამნაშავე. მე ვარ მაგისი მონაწილე და მოვინანია ისე როგორც უნდა მოვინანიო და ვაღიარე და ახსარება და მონანიება და რაღაცა მე ვიგრძენიო როგორ გაიხსნა ჩემი სულის ფანჯრები და სუნთქვა დავიწყეო. ხო და ჩვენ არ ვაკეთებთ მაგას, გასო არავინ ესე იგი ჩვენ რა არ მონაწილეობ, ჩვენ არ ვიყავით საბჭოთა საზოგადოება, არ იყვნენ ჩვენი მშობლები, ვიღაცეები, იმათ ბინაში არ ცხოვრობდით, იმათი ხელფასით არ რაღაცა ვიყავით ჩვენ ჩართულები და ამ ფორმით თუ იმ ფორმით ვიყავით. ჩვენ უნდა ვთქვათ და გამიჯნოთ რომ ეს სტალინიზმი და ბოლშევიზმი რო არ მოხდა გამიჯნა, იმიტომ რომ სუტრიალებს ეს ბოლშევიზმი, სუტრიალებს და ვერ დაგვიღწევია თავი აქეთან. რაღაცა ვერ მოხერხდა ნიურნბერგის პროცესი. ხო, ეხლა გამახსენდა ისა ზადა თვითონ აი ნიურნბერგის პროცესზე ყველაზე შემზარავი რაც იყო, თქვენ გინახიათ ის ფილმი დოკუმენტური და ყველას უნახია და რაღაცა. და მართლა ესე იყო. არც ერთმა არ აღიარა თავის დანაშაული. ესე იგი ვინც ჩადის ამას, ხო, იმას მაგის უნარი არა აქვს რომ დანაშაული აღიაროს. არც ერთმა თუ ვერათქმევინეს უბრალოდ. ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი იყო, ეხლა გვარი დამოწვა, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელსაც ყავდა 100,000-ობით ადამიანი დახოცილი გაზის კამერებში. გვარი დამავიწყდა ეხლა იმ კაცის და მივიდა და ერთი გერმანელი პასტორი უკვე განაჩენი გამოტანილი აქვს და რაღაცა და ფეხებში ჩაუვარდა და შეხვეწა რომ მოინანიო და უფალი ისეთია გაპატიებს. მოინანი ცოცხალი თავით არ აი ეხლა რო ჩამოკიდებენ იმ თოქზე ერთ წამში ჯოჯოხეთში იქნებიო. ერთ წამში იქნები ჯოჯოხეთში. და ეს სცენარი აღწერილი რომ არაფრით კაცო. არაფრით არ თქვა რომ დამნაშავე. არა ვარ დამნაშავე. გარკვეული აზრით გასაგებით არის, იმიტომ რომ მეორე მომენტიც არის გერმანული ნაციზმი თავისი არსით და ამას არც მალავდნენ. იყო ღრმად ანტიქრისტიანული მოვლენა, რომელიც ლაპარაკობდა გერმანულ ღმერთზე, არიულ ღმერთზე, არიულ რელიგიაზე და მისი ფესვები და მისი ურთიერთობები ოკულტიზმთან ეს ცნობილი ამაზე ძალიან ბევრი საინტერესო მონოგრაფია გადაიღო. იმის პასტორი იყო მანამდე, ეხლა გამახსენდა. რაღაც ქონდა თავისი არსით ეს იყო. მანამდე მისი პასტორი იყო. კი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს იყო თავისი არსით ეს იყო წარმართობის აღუდგენა. მე რეკონდა უარყოფილი ქრისტიანობა ეთყობა და ამას უნდა რომ რაღაცა მოებრუნებინა. ფაზებით არის ცნობილი რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ კათოლიკე ეკლესიაში არ დარჩეს არც ერთი გერმანელი. კი, ესე არის და ისევ მონანიებას უბრუნდებით ჩვენ რა ეს რომ მაგ სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს, არ გამოუგონია უბრალოდ ადამიანის სულს რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს, მონანიება აღწერება გადაიღეს ფილმი მონანიება. ხო. ჩვენ რა მიწერება ამ ტიპის ახალ საქართველოს საზოგადოებაში? არც სიმღერები, არც ლექსები, არაფერი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი მონანიება საკმაოდ ანუ საბკავშირის ტერორის წინააღმდეგ ჩვენთან იქნებოდა ლიტერატურაც იყო და ხალხი. არ არის ათვისებული ეს წინამდვილე ნამდვილად არის ლიტერატურა. მაგრამ დღევანდელ ქართლის წინააღმდეგ არ არის ინტელექტუალური პროტესტი, არ არის შემოქმედი პროცესი. დღევანდელი წინააღმდეგ არის, არა, პატარა. რაში გამოიხატება? არა, ლიტერატურულ ნაწარმოებებში გამოიხატება და ძალიან კრიტიკულია. ხალხი მიკითხულ, ანუ მასობრივი უნდა იყოს ეს. სიმღერებს უნდა ღეროდეს ხალხი, ლექსები იყოს პოპულარული. გალაქტიური ტრაპეზის ორის გამოუშვა კრებული პატარა და ქუთაისში და თელმა საქართველოს მიწოდა, უცებ გავწოდა. გალაქტიური კრებულებს სიტყვის, ანუ ის რაც კარგია და ნიჭია და წერილია უცებ ითვისებს
ხალხი. დღევანდელ კომპიუტერულ იმაში ქვია. სინამდვილეში არ ვრცელდება სერიოზული რაღაცა ნაწარმოები, რომელიც ხალხს შეიძლება პრობლემა კიდე სხვა არის, შეიძლება ესთეტიკურად არ არის, არ გახდა ნაწილი, არ გახდა პრობლემაა, სერიოზული პრობლემაა და ეგრეა, რასაც მაგრამ მეორე მომენტი ახლა რასაც ნაირი ამბობს, მოდით ეს ვთქვა, რომ აი როცა ლაპარაკია მონანიებაზე, ხო ძალიან ამაზე საკმაოდ სერიოზული ნაშრომებიც იწერება და ესეებიც მინახავს, ჟურნალისტური სტატიებიც მინახავს, სადაც არის ესეთი მართლა პრობლემა, ისე რომ დაუბრუნდეთ, რომ რატომ მოხდა ისე, რომ აი ნაციზმს მოყვა ნიურნბერგის პროცესი და შენ დასავლეთ გულისხმობ. მაგრამ ეს ხორავის ვარ, რატომ მოხდა ისე, რომ აი კომუნიზმის მიმართ მსგავსი რაღაცა ვერ განხორციელდა. იმიტომ ხუმარა, რომ აი მოდით ახლა ესეც ვთქვა. აქ არის და მეორე მომენტი, რაც სირთულე რაც არის კომუნიზმის. მოდით ვთქვათ ესეც, რომ ნაციზმი პირდაპირ ლაპარაკობდა თავისი მიზნების შესახებ. ეს იყო პირდაპირ რეაქციული დისკურსი იყო, თქვა და ასე. მაშინ როდესაც კომუნიზმი ლაპარაკობდა ყოველთვის ადამიანის უფლებებზეც, მათ შორის. ანუ მისი კომუნისტური დისკურსი არ შევხედოთ, ხო? თავისი მიზნებით, თავისი ყველაფრით არის. ნუ ეხლა სხვა რა კიდე, პროლეტართა, მუშათა და გლეხთა სახელმწიფო იყო. არ არის ლაპარაკი რეპრესიებზე და ამაზე ასეთი პირდაპირი გაგებით, ხო? და მეორე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი დაუშვათ ნაცისტური მანქანის შესახებ, ხო? და უკვე ამაზე იწერებოდა ომის პერიოდშიც, არა? მაშინ როდესაც მთელი 10 წლეული დაჭირდა იმას, რომ გულაგის აღმოჩენას, ხო? აი მაგალითად რამდენიმე საინტერესო წიგნი არსებობდა 72 წლამდე, მაგრამ სანამდე აი შინაგანად არ მოირყა ეს კომუნიზმი მათ შორის ევროპაში, როგორც აი მემარცხენე იდეოლოგია. აი 72 წელი აღმოჩნდა გარდამტეხი. მანამდე იყო ევგენია გინზბურგის ძალიან საინტერესო წიგნი კრუტოვი მარშრუტი. არაფერი, ნუ იყო რამდენიმე ძალიან საინტერესო გამოკვლევა, მაგრამ აი 72 წლამდე, აი მართლა გარდატეხის წელია ევროპისთვის, ხო? რატო ამბობ ევროპისთვის? გარკვეული აზრით საბჭოთა ასე ვთქვათ არაოფიციალური სამიზდატური ლიტერატურისთვის და ჩვენთვისაც რაღაც გარდამტეხი წელია, მაგრამ განსაკუთრებით ევროპისთვის, როდესაც აი მეორე დღეს გაიღვიძეს უკვე ახალ რეალობაში, როდესაც აი გულაგი გახდა მაგრამ ფაშიზმისა და კომუნიზმის შედარების დროს გასათვალისწინებელია, რომ მაინც ჰიტლერი მოვიდა დემოკრატიულ სივრცეში და ყველაფერს ვერ დამალავდი. ამიტომ სტალინის ჰქონდა საშუალება ყველა კუდები დაემალა. მან ერთი იმპერია, მეორე იმპერია ამიტომ თუმცა ჰიტლერს მოუწია ძალიან დიდი ხნის ბრძოლა, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო და ამას საჯაროდ აკეთებდა. ანუ ჰიტლერი გერმანიაში კეთებოდა პოლიტიკა, როგორც ეს საჯარო ქცევა. ანუ ყველაფერი ჩანდა, როგორც ჩანდა დადებითი და უპირფრჩხალებში და როგორ მოდიოდა ხელისუფლებაში, მე ასე უცებ ვერ დამალავდა. ესე უცებ გამოჩნდა მისი უარყოფითი მხარეებიც. ვერ დამალავდა. სტალინი მოვიდა ფარულად, შეიძლება რევოლუციები და იმებით ამით, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიზნები ჰქონდა არ ჩანდა და ასევე განაგრძო სიტუაცია. მაგრამ მეორე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისთავად, ესე იგი, თუ ვილაპარაკეთ განმანათლებლობის ტრადიციაზე. დემოკრატია ისაც არის, ჰიტლერის კი მალე გამოაშკარავდება. გეთახმები, მაგრამ მეორე მომენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როცა ვილაპარაკოთ განმანათლებლობის ტრადიციაზე, კომუნიზმი არნახულად ახლოს არის მაინც განმანათლებლობასთან, თავისი იდეალებით, ხო? რომ ესე იგი აი თანასწორის აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე რაღაც უთანასწორობაზე, იქ არის ლაპარაკი თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, თავისუფლებაზე. ანუ დისკურსი არის აბსოლუტურად ჰუმანისტური, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად არ შესაძლოა. საბჭოთა პროვინცია იყო უაღრესად გაუნათლებელი. განსხვავებით გერმანიის პროვინციისა, ხოლო განათლებული იყო ძალიან. და კიდე ერთი ძალიან საინტერესო ეს ქალაქები იყო განათლებული სტალინის დროს. სოფლებში არ იყო განათლებული. კიდევ ერთი საინტერესო არგუმენტი უკვე მერაბ მამარდაშვილის, რომელიც როცა ადარებდა ნაციზმს და საბჭოთა რეალობას, ამბობდა შემდეგ რაღაცას, რომ ისინი კარგად ასრულებდნენ ცუდ კანონებს და ამიტომაც სწრაფად დაინგრნენ. ჩვენ ცუდად ვასრულებთ ცუდ კანონებს, რაც ჩვენ სიტუაციას ხდის ფაქტობრივად უსაფრთხოებას. აბსოლუტურად ნათქვამის ასე ვთქვი, ანუ პრაქტიკულად რა ხდება? ჩვენ გავაგრძელებთ კომუნისტური ტრადიციად ბოლომდე, ანუ დღესაც ცუდად ვასრულებთ. ეს არის განსხვავება სააკაშვილსა და პუტინის შორის, პირობითად პუტინის შორის. პუტინი პირდაპირ ამბობს. და მაგრამ მე ვარ რუსეთი, რასაც იმიდა იმას ვაკეთებ. სააკაშვილი კარგი ინგლისურ ენაზე იწუება. ამბობს მე ვითომ
ვითომ ვარ დემოკრატია. აქ შემიძლია მე პირდაპირ თქვა ეს რამდენიმე ამით თვალში დათანხმდა 72 წელი ჯერ არ დამდგარა საქართველოში. რამდენიმე შემთხვევა მქონდა ჩეკაუის უნივერსიტეტში, სადაც